აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით რეფერალური პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებისა და მათი თანხმლები პირებისათვის განკუთვნილი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი ობიექტი გაიხსნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კუთვნილი საცხოვრებელი ობიექტის სარემონტო სამუშაოები და მისი შესაბამისი ინვენტარითა და ავეჯი დაღჭურვა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ განხორციელდა. პაციენტებისა და მათი თანხმლები პირებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ბინებში არის 2 საძინებელი ოთახი, 7 საწოლითა და ცხოვრებისთვის საჭირო ინვენტარის სრული კომპლექტით, ასევე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და სააბაზანო. ობიექტის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები. თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენტ გუმრუქჩუ, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. Türkiye Cumhuriyeti olarak მოხარული ვარ რომ წარმოვადგენ თურქეთის სახელმწიფოს, რომლის მხარდაჭერითაც მოხერხდა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. თურქეთი ყველანაირად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დახმარებას უწევს ადგილნაცვალ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებას. რამდენიმე თვის წინ ვაზიანში გავხსენით საწარმო, რომელიც მიზნად ისახავდა დევნილთა დასაქმებას. დღეს ვხსნით იმ ობიექტს, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული ავადმყოფებისა და მათი თანხმლები პირებისათვის საცხოვრებელი პირობების შექმნას. Ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებისთვის ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ქართული ჯანდაცვა ზრუნავს როგორც საოკუპაციო ზოლს აკეთა მოსახლეობაზე, ასევე საოკუპაციო ზოლს იკეთა მოსახლეობაზე. ამ ურთიერთობაში ძალიან აქტიურად ეხმარება თურქული მხარე და სწორედ დღევანდელი პროექტის დაფინანსებაში მან მიიღო უშუალო მონაწილეობა. ის პაციენტები, რომლებიც გადმოდიან და გადმოკვეთენ საოკუპაციო ზოლს იმისათვის, რომ იმკურნალონ ჩვენს კლინიკებში, მათი ოჯახის წევრები ძალიან კომფორტულად მოეწყობიან და კურნალობის დაავადების შემდეგ, რა თქმა უნდა, ისინი ისევე გამოჯანმრთელებენ და მშვიდობიანად გამგზავრებიან თავის საცხოვრებელ სახლებში. საწარმო იმედი ვაზიანში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და იქ აფხაზეთიდან დევნილი 18 ადამიანი დასაქმდა. საწარმო სამკერვალო ატელიესა და ფეხსაცმლის საამქრო საერთიანებს და როგორც მისი მესვეურები აცხადებენ, უკვე წარმატებით მუშაობს. პროექტი თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. საწარმოს გახსნისთანავე თურქული სააგენტოს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა ქართულ მხარეს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საკერავი მანქანები და საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა, ასევე სხვადასხვა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული გადასცა. როგორც საწარმო იმედის ხელმძღვანელი ვლადიმერ დადვანი აცხადებს, ეს პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 1 წლის წინ წარედგინა და მათი მხარდაჭერით გაკეთდა ის მნიშვნელოვანი საქმე, რამაც ვაზიანში განსახლებული დევნილთა ნაწილი დაასაქმა. ამ საწარმოს გახსნაში ჩაერთო აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობით თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო, მისი ხელმძღვანელი უშუალოდ ბატონი ქორქმაზი, რომლებმაც ამ საწარმოსთვის ყველაფერი გააკეთეს, დაწყებული იქიდან, რომ გარე რემონტი, ფასადი, შიდა რემონტი, ასევე მთელი დანადგარები, რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა, ჩვენ ფეხსაცმლის საწარმოში ვართ, თვითონ უშუალოდ სააგენტომ გამოთქვა ესეთი სურვილი, რომ დახმარება გაეწია საწარმოსთვის და მოგცა შეკვეთა დაახლოებით 350 წყვილზე არის საუბარი. ფეხსაცმელის, რომელიცაც შეისყიდის უშუალოდ თვითონ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თიკა. აფხაზეთის მთავრობა უკვე გაანაწილებს იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება სოციალური მიმართულებით და ისე შემდეგ დახმარებას გაუწევს ალბათ ჩვენ დევნილ მოსახლეობას. ყველა ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, ყველა ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და გამოდის ფეხსაცმელი. ხარისხიანი. სამუშაო გრაფიკი არის დილის 8-დან დაუშვათ ან 9-დან საღამოს 6-7-მდე 10 წვილის დაახლოებით გაუნდის.
როგორც საწარმოში აცხადებენ თურქული სააგენტო მომავალში ფეხსაცმლის საამქროს და სამკერვალო ატელიეს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვადასხვა დანადგარის შეძენას გეგმავს. საწარმოს თავისთავად სჭირდება უფრო მეტი დანადგარები. ამჟამად, რა თქმა უნდა, გვიჭირს ახლა მთლად ისე საწარმო ვერ არის გაშვებული, მაგრამ ასევე გეტყვით, რომ თვითონ თიკამ გამოთქვა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ნედლეული დავუშვათ, ნატურალური ტყავი, სხვადასხვა დანადგარების შემოტანის. მომავალში ვგეგმავთ დავამატოთ სადღაც 5-მდე საკერავი მანქანა, ცალკე იქ საღილე მანქანა საქარგავი და რაც საჭიროა საწარმოს კარგად დასამუშავებლად. და შესაბამისად უფრო მეტად დაემატება სამუშაო ადგილებიც და უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება. საწარმომ უკვე ტენდერშიც გაიმარჯვა და მომავლისთვის წარმოების კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება. ტენდერში მივიღეთ მონაწილეობა, გავიმარჯვეთ, რუსთავის ბაღს ვამარაგებთ პლედებით. აქ სწავლებას გადიან მკერავები, სწავლობენ ტანსაცმლის კონსტრუირებას, რათა შემდგომში ამ განხრით უკვე განვახორციელოთ სხვადასხვა პროექტები. ახლო არის 10 მეტრაში კორპუსიდან გამოვდივარ, თქვათ, სამსახურში მოვდივარ. შორს არ მივდივარ ჩემ ოჯახიდან. ისე რომ ყველაფერი კარგად არის და მინდა რომ უფრო უკეთესი იყოს, უფრო მეტი საქონელი შემოვიდეს. ხალხი დასაქმდა და ასე წარმატებულად დაეწყო ამ საწარმოს საქმე. ამჟამად დამკომპლექტებელი ვარ მე, გარკვეული ჯგუფი მუშაობს ამ შეკერვაზე. გახსნის დღიდან მუშაობ ამ საწარმოში და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამჟამად ვკერავთ საბავშვო ბაღისთვის პლედებს.